გამარჯობა. მოვიდა შეჯიბრის დღე და დღეს ვიწყებთ მზადებას. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ჩემი დანაშაულია. წინა შეჯიბრის მერე საერთოდ არც დამიქოქავს, ერთხელ დავქოქე მხოლოდ დინოსთვის. არ გამიტარებია კარობკა შევამოწმე მარტო რომ შევცვალე. ტრეკზე არ ყოფილ ვარ. ხონა? ეხლა პირდაპირ მოვიდა შეჯიბრი. ამ ნაკლეიკებს ვერასდროს ვერ ვაკრავ. იმედი მაქვს, რომ დღეს წვიმის გამო არ გადაიდება შეჯიბრი, იმიტომ რომ რო გადაიდოს, გადაიდება დიდი ხნით. მაგრამ ეს დრაგი ხო არ არის, ეს უფრო სერიოზული დისციპლინაა, ესე პროსტო ადგედა ძმაო დღეს შეჯიბრი არ იქნება, ვერ იქნება იმაზე. არ დაიღუპო თავი შენ. ამიტომ ეს შეჯიბრი აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ნახოთ რა იქნება. განწყობა კარგი გვაქვს, ფიზიკური მომზადება ცუდი. მოტო დიდი ალბათობით ხო ძარ შემოწმები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ხოძეა. კარგ მდგომარეობაშია და ნახოთ რა. წამოიხა ცოტა ხანში ბრიფინგი რამე ხანშია. მზადებით ახლა ღია ვარჯიშისთვის. თავისუფალი ვარჯიში რა. მოკლედ ბედი არ უწყალობს. წვიმა და მზე გვაქვს ერთად. ხონა? შემოვიდით, მოგ ერთი გავლა მოვასწავლე. საათი არ ვიცი რომელი, არ მაქვს საათი. ხო და. მოტოციკლეთის სხვა შორის მაგარი აჩქარებული. იმდენად აჩქარებულია, რომ ეხა თავიდან უნდა მივეჩვიე, იმიტომ რომ ნელს რო ვიყავ მიჩვეული, ეხა თავიდან უნდა გადმოვეწყო, იმიტომ რომ მართლა აჩქარებულია, გამეხარდა. ეხა ახალ საბურავს დავაზიზინებ. იმედია წვიმა ხელს შეგვიწყობს. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, ნახოთ რა იქნება. დაიწყო თაიმატაკი მოხალისე. პირველი წე გაიარეს და ყველაზე კაი დრო ხიდეშელს აქვს, მე ლაშქარავა, მოკვერაშვილი, ომიაც. მოკლედ ეხა ესენი გადალაგდება. და ნახოთ როგორ იქნება რა, დავალაგოთ დროის მიხედვით. ვა, ედიკა მეორეზეა. წუთი 58 აქვს ორივეს. ნახოთ რა იქნება. ეგრევე ყველა მტაშები ბოზიშვილი იყო ტელეფონს მიყრება. დიდი ბაჩუ, ედიკა ჭაიშვილი, აპლოდისმენტები.
საღალადი! მოკლედ დღეს ისე უცბად გავარდი იმაზე, ვიცოდი რომ ჩვენი ვარჯიში გადაიდო და კვალიფიკაცია და უცბად გავარდი, მესამე დრო მაქვს რა. მოკლედ სპრინტი მორჩა მოყვარულების, თლიანი სეზონი დამთავრდა. 600-იან კლასში საქართველოს ჩემპიონი გახდა ედუარდ ჭეიშვილი, იგივე ედიკა ულოცავ, ესევე 1000-იანებში გაიმარჯვა რევაზ ლაშქარავამ. ანუ დღეს არ მოუგია, მაგრამ საერთო ჯამში წესთხულებით ეგ უნდა იყოს ჩემპიონი, ჩემი გათვლებით. მოკლედ ყველა გამარჯვებულს ულოცავ. დანარჩენი მე ხვალე გაგრძელდება შეჯიბრი და ვნახოთ. მოდი, ჩემი პატარა ბიჭი, მოდი. მოგილოცო ახლო და. აი. ბიზნეს გზაზე დგას ნენელა. ეს ხვალ ჯიჯი ატვე ჩაივარ, მამა და მე ერთად დავლევ თასებით შევერავ საღამოს. ნენელა ვაჩო, როგორი შეგრძნება რამე რომ და ბიზნეს ყვალზე მიდის. მოკლედ დანარჩენი გაგრძელდება ხვალე. რა შენი წყალი გადმომსხმოდე. რა დრო მოვიდა? დანარჩენი გაგრძელდება ხვალე და გააგებინებთ ადა როგორ იქნება. გამარჯობა. მოვიდა შეჯიბრის დღეს და ვარჯიში ვიარე. ეხა გვაქვს სპრინტი 5 წრიანი და მერე სრული რბოლა გვაქვს 10 წრიანი. მოკლედ რა ვიცი, ეხა გამოვალ, გაგებინებთ რა და როგორ იქნება. ასფალტი ცივია. ნერვიულობთ ყველა, მაგრამ რთულია ფიზიკურად ამდენი დატვირთვა ჩემთვის, მოტორისთვის, საბურავისთვის. ნახოთ რა იქნება რა. ჩვენ ტრეკი ხო გვაქვს? და ქართველები ბიჭო ტრეკს არ დადიან. და სასტო აზერბაიჯანიდან ჩამოდიან. ვარჯიშობ, მიდიან. ბოქსი აქვს ნაკირავები, წლები. მოტოვები აქ ხავთ და გადასვლაგად ხო მაგას თვითონ ვერ გადადიან მაგას. ოფრინავე ბიჭო და მიფრინავ. ბაზარი არა. ჩვენ ზმობას ვიცა ორი დღე ჩამოფრენილან, უვარჯიშიათ გაფრენილან და ეგეთი რაღაცები და ქართველებს ტრეკი მოგდადიბენ არ. ანუ ხო რაღაც არა. ეხო ის რა მომენტი ინდოს პროდუსერს მე და შალიკო ბაზრობს და რაღაც სკა ხო არა. ხო, მე ჩვეჩი ვერა. ტრეკი ვაფრენს. გიშდებოდით რომ როგორ არ გვაქვს და გასვიგზავნით და რაღაცა, ხო? რა უნდა რაღაც ხოლმე ვიასე. ეს ჩვენ ძირითადად რაღაც რა ვიცი, მაწილა არის და ძალიან დიდი ბედნიერებაა და შენი თქმის არ იყოს გაჩერდი ხა. მეტი თვითონ სიარულებელიც არ არის არავინ. როგორ არ არის? როგორ არის? ყავა პოზიტიურად ნახე? არა. ეს არის ჯიჯის ბოქსი. მოკლედ მეგობრებო, შეჯიბრი მორჩა. მოხდა სამწუხარო ინციდენტი მოტოციკლეტი მე და ერთ მოტოციკლეტ შორის და სამწუხაროდ ელიარს ავარია მოუვიდა წაიქცა ცუდად. მოსახვევიდა რომ გამოვიდა უკანა მხარე, უკანა საბურავი მოუცურდა, რომ მოახერხა და დაიჭირა, ანუ ავარია მაგით არ მოსულა და რომ გასწორდა მოტოციკლეტი რეზონანსში მოექცა და სამწუხაროდ ისეთი ის იყო, რომ მე რომ მოსახვევიდან გამოვედი, მივდიოდი ამ კადრებს დავამატებ. ვიდეოში იქნება და რომ გამოვედი, ჩემსკენ წამოვიდა და მეც ხვირა წეული მოვდიოდი გახარებული და სამწუხაროდ მოხდა კონტაქტი. ელიარი წაიქცა, მე გადავრჩი. მიშველა ისევ ჩემმა გამოცდილებმა და ხომ მე ღმერთს უყვარვა. უბრალოდ ხელი მტკივა ძალიან და იმედი მაქვს რომ მოტეხილი არ იქნება. ხო და ექიმთან ვიყავი ხა მისული და რაღაცა ნემსი დამარჭო და ეთყობა მაგ ნემსის ეფექტი ისე იყო რომ მაგის აზრი ის იყო რომ ანუ წამალი კი არ მოქმედებს. просто ნანემს არის ისე მტკივა რომ ეს აღარ მტკივა. ხო და მოკლედ ნახოთ რა იქნება ხა ვლოდებით შედეგებს, გვეთქვიან ქულებს, რამე რა და როგორ იქნება. დაგიბრუნდებით ცოტა ხანში.
საიდურ ბოლაში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი აბაშიძემ. მესამე დასკვნით ეტაპზე გიორგი აბაშიძემ დაიკავა მეორე ადგილი. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ გოლემებს. მოკლედ მორჩა შეჯიბრი. დღეს გქონდა ორი შეჯიბრი, ერთი სპრინტი და მეორე სრულირბოლო 10 წრიანი და 5 წრიანი. სპრინტი მოვიგე და მეორე შეჯიბრზე მოხდა სამწუხაროდ ინციდენტი. ინციდენტის გამო გაგვაჩერეს უკვე მე რამდენად 10 წრეს ვერ ვეღირს. ყველა ჯერზე რაღაცის გამო გვაჩერებენ, მე რესტარტის გამო რაღაც ხდება, მე უბედურება ხდება, მოკლედ. ბევრი პრობლემაა როგორც ყოველთვის ისევ. სამწუხაროდ მიხანას მოვიდა ავარია. მაგრამ მიხანა არის სპორტსმენი, ოჭკაცი და ჯიგარი. უცბად წავიდა, საბურავი შეცვალა, მოტო ჰოპ გარეცხეს, გადასუსტნეს, მოაწესრიგეს და გამოვიდა შეჯიბრზე. ეგ არის სპორტული სული, ეგ არის სპორტული ჟინი, ეგ არის მონდომება. მოკლედ მიხანას შემთხვევაში რა მოხდა? საჯმა გითხრა დროზე გამიმზადეთ, გამოდით და სტარტი გვაქვს. მე გამოვედით სტარტზე, მე და მიხანა წამოვედით, საბურავები როგორც ხდება, ჩიხოლებით როგორც ხდება. მოხსენეთ ჩიხოლები, გავედით, პიტი გახსნილი იყო, გავედით სტარტზე დავდექით და ვლოდობოდით სხვა მონაწილეებს. ეს იყო პრობლემა ის, რომ მიხანას საბურავი გაცურდა. დავისტარტეთ პირველ მოსახვევში მიხანა წაიქცა. გაუცურდა მოტომ მხოლოდ იმიტომ, რომ საბურავი იყო ცივი. ესეთი პრობლემების წინაშე ვდგავართ სამწუხაროდ. ეხლა ბოლა რატო შეწყდა? ეგეც 10 წრე უნდა გვევლო. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ვიარეთ 7 წრე არ დაგვისრულებია. ეგეც კიდე პრობლემაა. საბოლოო ჯამში, ქულებს დაითვლიან და რაღაც გამოვადა. რა და როგორ იქნება? მაგას ნახოთ, ერთი სპრინტის ბოლა მოვიგე და ის შეჯიბრი სადაც გაჩერდა, იმ ადგილას ჩამეთვალა მეორე ადგილი. ნახოთ რა და როგორ იქნება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. იმედი მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ან რა და როგორ იქნება უკვე ბევრი კითხვის ნიშანია, ასევე არ ვიცით, დრაგი ჩაიშალა, გადაიდო, გაუქმდა, ანუ მაგის პასუხიც არ გვაქვს და ველოდებით მაგ ყველაფრის პასუხს. უბრალოდ ერთი პრობლემა იმაშია, რომ ამდენი ხანი მე ამდენ ვიდეოში, ასევე Facebook-ზე, პირად საუბრებში ყველასთან მაქვს ესეთი ყოველთვის ვარ ხოლმე, ანუ ოპოზიცია კი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის მაქვს ხოლმე ბევრი რაღაცას დებატები და ბევრი კითხვები მაქვს ხოლმე რა. არც ერთხელ არ ყოფილა, რომ ჩემ კითხვებზე ვინმეს გაეცა პასუხი. ანუ უბრალოდ არის ის, რომ სადაც მართალი ვარ, იქ მე პასუხს ვერასდროს ვერ ვიღებ, რომ აი ესე და ესე, ან რაღაც ისეთი აბსურდული პასუხია ხოლმე, როგორც მაგალითად საპატრულოში იყო მაყურთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე აბსურდი და მაინტერესებს რატო ხდება ეს ყველაფერი, როგორ ხდება ეს ყველაფერი და როდემდე უნდა იყოს. იმიტომ რომ ერთი სეზონი, ერთი მონაწილისთვის დაახლოებით იმ დატვირთვას გულისხმობ პროკლასში და მაქსიმალური დატვირთვით მის დადის, რომ დაახლოებით სეზონი გვიждდება 30, 40, 50000 ლარი და სამწუხაროდ ესეთი ფასებია და ოღონდ პროკლასში არ შეგეშდეთ მოყვარულებისთვის არაფერი არ ჯდება. ხურდა ფული ღირს ყველაფერი არ ნერვულობთ მაგაზე, საბურავი თქვენი არ ჩდება, ხუნდები თქვენი არ ჩდება, არაფერი პრობლემა არ არის. ტრანსპორტერმა ბოქსი გიქირავათ, ყველაფერი შეგეხმარებათ ყველა. მე ვამბობ პროკლასზე და ანუ ამდენი ხარჯის მერე რაღაც იმას მაინც ვიმსახურებთ, რომ რაღაც ესეთი პასუხი მივიღოთ, რომ ვიცოდეთ, რომ რა და რატო ხდება. აი ჩემი ავარიის შემთხვევაში, ავარიის არა, ინციდენტის შემთხვევაში, სადაც მე მონაწილე ვიყავ, მე ავარია არ მომსვლია, უბრალოდ ელიარი დამეჯახა. ძალიან სამწუხარო, ელიარის მოტოციკლი დაზიანდა ძალიან. ელიარი კარგად არის რა თქმა უნდა, მაგრამ მოტოციკლი დაზიანდა ძალიან. ეგ ხო ძალიან დიდი ხარჯებია. დუკატის ნაწილები რა და როგორ ღირს, ჩემზე კარგად ალბათ არავინ არ იცის საქართველოში და დაჟე ფარტნაბერები ვიცი ზეპირა და ფასებიც ანალოგიურა და ვიცი რომ ძალიან ძვირი დაждდება მაგ მოტოციკლებს გაკეთება. ანუ რაღაცები, ეგ შემთხვევა სხვათა შორის ელიარის ბრალი იყო და სხვა არავის, მაგრამ ხარჯი მაინც ხარჯია და საერთო ჯამში რაღაც არასწორი ან რაღაც უსამართლობა რო ხდება, მაინც ყველასთვის ერთნაირად ხდება ეგ ყველაფერი და ნახოთ რა იქნება. დაგემშვიდობებით დროებით და შემდეგ ვიდეოში რამე ახალს და საინტერესოს შემოგთავაზებთ.